მოგესალმებით ჩემო საყვარელ და ძვირფასო ზუგდიდელებო. მადლობა რომ მიმიღეთ ზუგდიდელად ამდენი წლების განშორების შემდეგ. მე უბედნიერესი კაცი ვარ, რაც მე ვნახე ჩემ ზუგდიდში და ზუგდიდის ახლომდებარე სოფლებში ის სიყვარული, ის პატივისცემა ჩემს და ჩემს შვილის მიმართ. ამაზე დიდი ბედნიერება ამ ქვეყნად არაფერი არ არის. სული და გულით ვიბრძოლე, ყველაფერი გავაკეთე, მაბრალები რომ სოფლები არ იცისო, ორჯერ შემოვიარე, ორჯერ ყველა სოფელი. აბსოლუტურად მე გაოცებული ვარ თქვენი შრომის მოყვარეობით, თქვენი ძალისხმევით, თქვენი მოვლილი კარ ეზოთი, კარ მიდამოთი სასწაული იყო, როდესაც ძალიან ღარიბ ოჯახში შევედი, როცა არაფერი არ ჰქონდა, პური და შავი ღვინო გამომიტანა და დავლოცე, ეს არის სამეგრელო, ეს არის ზუგდიდელები. მე 6.5% უსწრებდი პირველი ტურის შემდეგ და დავმარცხის 3.5 თუ 3, მაგრამ ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი, ხელისუფლება შეეკრა კრიმინალებს, შავ ბიჭებს და ყველა ერთად მოქმედებდა. როდესაც ნახეს ჩემი მთავარი ექიმი ზუგდიდის კლინიკის მედია ჯალაღონია, რომ არ აძლევდა უფლებას, რომ ბეჭედი არ დაერტყათ იმ ბიულეტინზე, ყველაფერი გააკეთეს, პოლიცია გამოიძახეს და გამოუაგდეს. ასე იყო ყველგან, ყველაფერი. მოპარული არჩევნები მერის სავარძლით ჩაგდება, რა ვაჟკაცობა. თანაც ეს არჩევნები მარტო მერის არჩევნები კი არ იყო, ჩვენი სასიკადულო საამაყო პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნა იყო. მინდა ოცნების ხელმძღვანელებს მიმართო, კი დაუშვა, ჩაატარეთ დემოკრატიული არჩევნები, მოიგეთ ყველაფერი, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანას რაც ეკადრება, ისე მოიქეცი. გამენთავისუფლეთ ჩემი მძევალი პრეზიდენტი და ის ბიჭები, რომელიც ჩვენ ხმას იცავდით, რომ შეაგდეს დურგმულში. რატომ? ღარიბაშვილს მიმართავ, რომ გამოდიხარ იქ რაღაც 3 წე და თავი მოგწონს. აქ ხალხი თქვენ წინააღმდეგ არის, თქვენ კანონებს არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები. ზუგდიდი არის გმირი ხალხის ქალაქი, ის გააკეთებს ყველაფერს. ეხლა დრო არ არის, რომელ პარტიას მიეკუთვნება ადამიანი. ეხლა მთავარია, რომ გავერთიანდეთ ყველანი, აბსოლუტურად ყველა პარტია, იმიტომ რომ საქართველოა გადასარჩენი. ერთი მითხრას მთავრობამ, რომელიც დარგი აყვავა საქართველოში. ყველა ძირს და ძირს მივდივართ. არ შეიძლება ასე გეყოფათ რა. მესამე ჯერ არჩევა მე არ გამიგია არც არ. მე მინდა რომ შეისმინო აი ამ ხალხის მოთხოვნა და ძევალი პრეზიდენტი გაანთავისუფლდა ის ბიჭები და ხელი შეუწყო, რომ არჩევნები იყოს, რაც შეიძლება სწრაფად და კოალიციური მთავრობა მოვიდეს, რისი მაგალითი ჩვენ უკვე გვაქვს აბსოლუტურად და ამიტომ ხელი უნდა შეუწყოთ. იცოდეთ, რომ ჩვენ
ბრძოლას არ დავთმობთ. მე ზუგდიდელი ვარ თავიდან ბოლომდე და დავჩები ზუგდიდელად. არ აქვს ამას მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებ, ზუგდიდში თუ თბილისში, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ ტალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა, იმიტომ რომ თავისუფალი კუნძულია და განვითარება უფრო შეიძლება, იმიტომ რომ დაღუპულები ვართ, ახალგაზრდები ტოვებენ საქართველოს. მოხუცებით ხელში რჩება საქართველო და დავიღუპებით. ზუგდიდელებო, კიდევ დიდი მადლობა. დღეს აქ გამომთვლელებს იქნებიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. მათ უყვართ საქართველო, ისინი არიან პატრიოტები და მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებისა ერთად ვერვით ამ მთავრობას. მთავრობა გაიგე ეს, გაიგე. ჩვენ არ დაგნებდებით, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, იცოდეთ. ვერა, ამდენი ფული თუ გქონდათ, მილიონობით ფული, დაგეხარჯათ ქალაქისთვის, სოფლებისთვის და ისე მოგცემდა ეს ხალხი ხმას, რაც საჭირო იყო ეს სპეცოპერაციები და სუსები. მოეგეთ გონთო და ეხლა მაინც მიხედეთ ხალხს.